მე ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ ეხლა მე უნდა ვიმარჩიელო და რაღაცა ბნელ ოთახში ხელები ვაცეცო, იმიტომ რომ ვერ გავიგე, რაზე საუბრობს ბატონი ირაკლი გოგახიძე, ხო? რა ნაწილში ვერ გაიგეთ? არ ასახელებს კონკრეტულ საკითხს, არ ასახელებს კონკრეტულ პროტესტს, ამბობს ადამიანები მოატყუეს, ჯერ რამდენი მოატყუეს, ვინ მოატყუა, საწაიღო, ან ასე შემდეგ, ხო? ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, მაგალითად, ჰესებთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემებზე და სახელი და გვარებით ვილაპარაკოთ. მე კი არ ვილაპარაკო, ილაპარაკოს ქართული ესწრების პროკურატურამ და მაგალითად რომეო მიქაუტაძე, რომელიც იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და ფაქტობრივად ენერგეტიკის მინისტრი, რის გამოზის ციხეში, ერთ-ერთი მიზეზი არის იმის გამო, რომ ნებართვებს გასცემდა თუ ასე შემდეგ ამ მიმართულებით და პირდაპირ ბრალში უწერია, რის გამოც მიესაჯა ნახიდური ჰესის ეპიზოდი 3 წელი ბრალდების თანახმად ამ კომპანიიდან წილი ნათესავის სახელზე გააფორმა ფიქტიურად და ამ კომპანიასთან მან აღებინა შესაბამისი ნებართვები. ანუ ესეთი საკითხები და ესენი თუ არ მოგვარდა და ამ წლების განმავლობაში ხედავთ როგორ? ზუსტად მაგას ვაგვარებთ. ხო და ამ მიმართულებითაც ხო და მაგ მიმართულებითაც ვაგვარებთ და იმ მიმართულებითაც ვაგვარებთ, როცა საბოტაჟი ხორციელდებოდა ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხრიდან. ორგანიზაციები თქვენ მათ შორის. მართლა და ეს ზუსტად ვიცით ეს საკითხი. აქაც მოქალაქეები ისეთები არიან, რომ ესე გამორეკავს ვიღაცა და მერე შერეკავს, ესე უყურებთ მართლა თქვენ საქართველოს ადამიანები მოქალაქეებს. შეყვავდათ შეცდომაში, თქო უნდა. აი ესე უყურებთ. ძალიან სამწუხაროა საქართველოს მოქალაქეებს ისე რომ უყურებთ ვიღაცა გამორეკავს და მერე შერეკავს.